საქართველოში ბოსტნეული ძვირდება, რა ხდენს გავლენას ფასებზე, გიყვებით რამდენიმე წუთში. 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან 4,8 მილიონის მითვისებისთვის 9 პირის მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყო. თბილისის შემოვლითი გზის 490 მილიონიან ტენდერში ყველა კომპანია მოთხოვნილზე მაღალი ფასი წარადგინა. წარდგენილი მინიმალური ფასი 520 მილიონი, მაქსიმალური 952 მილიონი იყო. სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ნორვეჟენი საქართველოს მიმართულებით ფრენას იწყებს. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ავიარეისები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით შესრულდება. შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო დოლარის ახალ ბანკნოტებზე დონალდ ტრამპის ხელმოწერა განთავსდება. ამ დრომდე ამერიკულ ვალუტაზე ხელს მხოლოდ ხაზინის მდივანი და შეერთებული შტატების ხაზინადარი აწერდნენ. მოგესალმებით, ეს BMG-ა რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. ხილისა და ბოსტნეულის ბაზარზე ფასების გაძვირების მოლოდინია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, გაძვირებული ლოგისტიკა, სასუქები და საწოლის მზარდი ფასები ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც აგროსექტორისთვის მუშაობას ართულებს. ფასების ზრდა უკვე შეინიშნება საქართველოსთვის ბოსტნეულის მომწოდებელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, სადაც ბოსტნეულის საბითუმე ფასები უკვე გაიზარდა. რა ვითარება ბოსტნეულის და ბახჩეულის ბაზარზე, რატომ ვერ ვაწარმოებთ ქვეყნისთვის საჭირო ბოსტნეულს და ბახჩეულს და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მხარდამჭერი პროექტები, რომ დახარჯული თანხები რეალურ შედეგებში აისახოს. გივი კიკნაძე, ბოსტნეულისა და ბახჩეულის კომპანია ინერის დირექტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. გივი, მოგესალმებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით თქვენს პანელს. საინტერესოა რა ვითარება არის ბოსტნეულის და ბახჩეულის ბაზარზე, რა ტენდენციებს ვუყურებთ დღეს და ძირითადად რა სახის პროდუქცია გაგვიძვირდა? მადლობა, კარგი კითხვა არის. ბოსტნეული ძვირდება იმის ხარჯზე, რომ თვითონ ადგილზე უკვე კერძოდ თურქეთში ძალიან გაძვირებულია თვითღირებულება. თითქმის 140-150 ლირაზე ნაკლებად. აი ჩვენთვის ახლა ძირითადი პროდუქტები არის მაინც ქართველებისთვის ბულგარულები, ციტაკა, უცხელი, წვანე, ბადრიჯანი, პირველადი მოხმარების პროდუქტად ითვლება. ძალიან გაძვირებულია ეს ფაქტი. დიდი ხანია უკვე ამ სფეროში ვარ და წელს რო არის იქ ეს ფასი, ესეთი ფასები არ ყოფილა არასდროს. ალბათ გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა სოფლიო პოლიტიკურმა სიტუაციამ, რასაც კარგად უყურებთ, რაც ხდება ირანსა და ისრაელს შორის და ალბათ ეს თურქეთისთვის ან მარაგების შენახვა ხდება, ან ზუსტად ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან პასუხი შემიძლია გაგცეთ ის, რომ მოგეხსენებათ ახლა დღესასწაული ქონდათ და ხშირად ის ძირითადი მუშახელი არ გამოდის, არ ჭრიან პროდუქციას და ეს გარკვეულწილად იწვევს პროდუქციის დეფიციტს და შესაბამისად ფასის ზრდას. კი, მხოლოდ თურქეთიდან ხდებოდა ხოლმე მოწოდება თუ ირანიდანაც იყო და ეხლა ირანი ჩაკეტილია? მე მინდა გითხრათ, რომ ეს ორი ქვეყანა თითქმის ძირითადი მომწოდებელია ჩვენი ქვეყნისთვის პროდუქციის. აი ამ ეტაპზე ზამთრის პერიოდში მეტწილად ირანის მხრიდან ეხლა არ შეინიშნება პროდუქციის შეფერხება ჩვეულებრივ შემოდის ქვეყანაში. ეგეც რო არ შემოდიოდეს, უფრო კატასტროფული სიტუაცია იქნებოდა ფასებთან მიმართებაში. მე მინდა აქვე ხაზი გაუსვა, რომ ხშირად აი Facebook-ის საშუალებით, WhatsApp-ით რომ აი რა ფასებია. ეს არ არის მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში ფასის ზრდა. თვითონ მომწოდებლებიდან არის უკვე გაძვირებული რა, 150 ლირა უკვე თითქმის 9 ლარამდე არის პროდუქცია. ამას ემატება ლოჯისტიკური ხარჯები, მაცივრის ხარჯი, გადაზიდვა, საწვავი და ეს ყველაფერი ფასთან გაძვირება ხდება მე. იმპორტირებული პროდუქცია ადგილზეც როგორც ხედავთ გაძვირდა, თუმცა საწვავის ნაწილი რამდენად დიდ წნეხს ახდენს ამჟამად უკვე ფასებზე, ეს რამდენად გაგიძვირდათ, ასე თქვა, ტრანსპორტირება? კი ბატონო, კარგი კითხვა არის. ჩვენ ახლა ვამარაგებთ თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩემ კომპანიაზე ვიტყვი, რომ ქვეყნის მასშტაბით ვამარაგებთ კვების ობიექტებს
ჯერჯერობით ჩვენს ობიექტებთან მიწოდებულ ფასებთან ზრდა არ გაგვიკეთებია, მაგრამ თუ ესე გაგრძელდა საწვავის მატება, მოგვიწევს ფასების კორექტირება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უკვე რთული იქნება. მაგრამ ველოდებით ახლა ელექტრომანქანები ყავს თბილისში და იმედია ჩავანაცვლებთ ელექტრომანქანებით კიდე ჩვენ პარკს და უფრო ვეცდებით რომ ფასი არ გაგვიძვირდეს. არ გაუძვირდეს ჩვენ მომხმარებელს. იქ ადგილზე რა ვითარება არის ახლა რომ ელოდებით რომ თქვათ იმპორტირებულ პროდუქციაზე ადგილზე ფასები დაიკლებს თუ მოლოდინი როგორი გაქვთ თუ ახლო ეს თვეებს გულისხმობ რა თქმა უნდა და არა უკვე სეზონს როდესაც ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება წამოეწიოს ამ მოგეხსენებათ თუ გაზაფხული შემოვიდა მაგრამ ჯერ ეთყობა მაინც ამინც აი ნელა ტენდენცია იქეთ მიდის რომ უნდა წამოვიდეს ფასები ქვევით მაგრამ აი მაინც არ ეთყობა რა ძირითადად აი ბადრიჯანი იყო მაგალითად ძალიან გაძვირებული მაგრამ ცოტა გაიაფთა ახლა თვითონ ადგილზე და ჯერ ამას ვერ ვიტყვით რას ბულგარულია თითქმის თვითღირებულება 13 ლარი გამოდის თურქეთში ეს ამას რო ტრანსპორტირება დაემატება უკვე ვიხდებით რათან ხაზი ადეს მაგრამ მე კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა ეს არ არის მაინც და მაინც ქსელების ბრალი აი რო აბრალებენ ყველაფერს აქაურ სიტუაციას და თვითონ იქაურ მომწოდებლების გაძვირებული ეს ფასნამატი და საწვავთან არ შეეხება საწვავი მარტო ჩვენთან არ გაძვირებულა ახლა ჩინეთში ვესაუბრებოდი დღეს ჩემ მეგობარს და ძალიან მოიმატა თითქმის 25%-ით მოიმატა უკვე საწვავმაო რა ეს მთელი სოფლიოს პრობლემა მიდის უკვე რა გივი საინტერესო არის ზამთრის სეზონზე ადგილობრივ წარმოებას თუ აქვს ბაზარზე რაღაც ცოტა მსხვილი წილი ასე ვთქვათ და წლევანდელი სეზონი ამ კუთხით რამითი განსხვავდება თუ არა გასული წლებისგან ერთად იყო რთული ზამთარი მძიმე თოვლი ამან ხარ მოახდინა გარკვეული გავლენა იმ შორის ინფრასტრუქტურაზეც მადლობა კარგი კითხვა არის ახლა ითოვლობა გქონდა ახლა რამოდენიმე კვირი წინ მაგალითად აი ჩემ ფერმერს 2 სათბური დაუნგრია თოვლმა და რაღაც პროდუქციაზე მე წვეთა უკვე მქონდა. ამან გამოიწვია რაღაც პროდუქციაზე დეფიციტი და ფასის მომატება. რაც შეეხება ქართული ბაზრის პროცენტულობას, მდგომარეობით 15% არის ჩემი დაკვირვებით, მაგრამ უკვე გაზაფხული შემოვიდა და 1-20 დღის ერთი თვის ვადაში ქართული პროდუქცია ძირითადად ეს ბულგარულები რო აღნიშნე პომიდორი კიტრი უკვე მასიურად შემოვა და ეს ფასად დააბალანსებს უკვე იმპორტულიც გაჩერდება რა. საინტერესო არის თვითონ ჩვენთან აი წარმოების ნაწილში თქვენი გადმოსახედიდან თქვენ ამ ბიზნესში უკვე კარგი ხანია ხართ და ხედავთ რა ძირთად გამოწვევებს აწყდებიან სექტორის წარმომადგენლები რატო ვერ ხდება ხოლმე რომ მიუხედავად იმისა იყო მცდელობები რაღაც ცოტას დიდი სათბურების გახსნისაც მაინც ვერ ვახერხებთ რომ იმპორტზე დამოკიდებულები არ ვიყოთ აი მთავარ გამოწვევებად თქვენ რას დაესახელებდით მთავარი გამოწვევა არის აი ჩემის აზრით ეს გარკვეული 10 წელეულის წინ რო დაწყებული იყო ახლა ყოველ წელს ჩემი დაკვირვებით და აი ჩემი ირგვლივ ბევრი აკეთებს უკვე სათბურს ბევრი სწავლობს აგრონომიას და პოპულარული ხდება ნელ-ნელა ეს სფერო აი უკვე სკოლებშიც ახლა ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა მასწავლებელმა მთხოვა რომ აი თქვენს მეურნეობაშიო მინდა ჩემი ბავშვები ჩამოყვანონ და უკვე დავგეგმეთ როგორც ამიდები გამოვა მინდა რომ ჩავიყვანო ჩვენს მეურნეობაში და ეს ბავშვებს რო გაუჩნდებათ უკვე ამის ცოდნა სიყვარული რა თქმა უნდა ეს დიდებზეც გადაიზრდება და ეს პოპულარიზება იქნება პროდუქციის მოყვანის თითილის გამოყვანის თუ ასე და სხვა ბევრი დეტალი არის მასში და ეს გადაისახება მე იმაში რომ ჩვენი ქართული პროდუქცია უფრო მეტი გვექნება ვიდრე ამ ეტაპზე გვაქვს, მაგრამ მინდა აღვნიშნო რომ მატება არის. წლიდან წლამდე გვაქვს მატება ხა. ისეც არ მინდა გამომივიდეს რომ აი რო ამბობენ რომ არა გვაქვს არაფერი. გვაქვს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას. სრულ მოთხოვნას ბაზარი. და ბოლოს მინდა კითხო სახელმწიფოს როლზეც ბევრი პროგრამა არის აგრომიმართულებით ანონსდება კიდევაც რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გარკვეული პროგრამების მოდერნიზება უნდა მოხდეს თქვენი შეფასებით აი რა ტიპის ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან როგორი ტიპის პროგრამები გჭირდებათ რომ რეალურად ამ მიმართულებით რეალური შედეგი დავინახოთ დიახ კარგი კითხვა არის ყოველთვის უიწევს ვიღაცისკენ ხელის გაშვება ჩვენ ქართველებს ხშირად გვხვდება ესეთი რამ.
მაგრამ ახლა სახელმწიფომ რაც დაიწყო, აი ეს პროგრამები 10 და 20 წლის წინ რო დაწყებული იყო, დღეს ეს 10-15% რო გვაქვს, გვექნებოდა მაგალითად 60, 70 და არ ვიქნებოდით ამხელა დატვირთვით იმპორტზე დამოკიდებული, ექსპორტზე. და ეს პროგრამები, ბევრი კარგი პროგრამა არის ახლა, რასაც მე უყურებ, ბევრი ჩემი ნაცნობი ახორციელებს, ბევრი მოვიდა ჩვენთან რაღაცებს შეხედა, წარმოება როგორ მიდის, აინტერესებთ აგრონომია, წერენ პროგრამებს, პროექტებს და სახელმწიფოს როლი ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ კარგად მიმდინარეობს. ჩვენ თუ მოვინდომებთ ქართველები უფრო მეტად შრომას მიწასთან და ჩაუხრელად ვიშრომებთ, მგონი უკეთესი შედეგი გვექნება. და სახელმწიფოს პროგრამები, აი ესეთი პროგრამები ახლა რო არის, არ ვიცი ახლა არ ყოფილა არასდროს და ძალიან კარგია და იმას ვიტყვი, რომ ეს 10-15 წლის წინ კიდე უფრო რო ყოფილიყო ადრე, უფრო კარგი შედეგი გვექნებოდა დღეისთვის. დიახ. აი ამ მიმართულებით ცოდნაში მეტი დახმარება გჭირდებათ ფინანსებთან ხელმისაწვდომობაში, თუ აი რა კუთხით გჭირდებათ უფრო მეტი ჩართულობა და დახმარება? ცოდნაში გჭირდება დახმარება, მაგრამ პირველი ჩვენი ხელშემშლი არის, რომ ცოტა ბეზარება სამწუხაროდ. და ხშირად ვაწყდებით მაგ იმას, რომ არის ახლა ჩემ ფერმერებთანაც მიჭრის ხოლმე ქუთაისში მაგალითად რო ველოდები პროდუქციას უნდა მომიჭრან, არის ხო დღესასწაული, არ გავლენ ტელეფონს არ გიპასუხებენ და ხდება ეს პროდუქცია უკვე დეფიციტში და ეს ცოტა შრომას თუ მოუმატებთ და მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებით, უფრო უკეთესი შედეგი გვექნება. ძალიან დიდი მადლობა გივი რომ შემომიერთდი გაგვიზიარეთ თქვენი შეფასებები. გივი კიკნაძე, ბოსტნეულსა და ბახჩეულის კომპანია იმერის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და გაძვირებულ ბოსტნეულზე ვსაუბრობდით. ახლა კი სხვა თემებიც, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტომ სასუქების ფასებიც მკვეთრად გაზარდა. ამ ფონზე კი რუსეთმა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ერთი თვით აკრძალა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ გაცემული და გასაცემი საექსპორტო ლიცენზიების მოქმედება 21 აპრილამდე შეჩერებულია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძირითადად აზოტოვანი სასუქების ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა თავისუფალი ბაზრის პირობებში სასუქების იმპორტიც ხორციელდება და მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია. როგორ აისახება რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვა და საერთაშორისო ბაზრებზე სასუქების გაძვირება საქართველოში პროდუქციის ფასსა და შეუფერხებელ მიწოდებაზე. ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ელენე გისმენთ. რუსეთის მხრიდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა ბუნებრივია გავლენას მოახდენს საქართველოსაც, რადგან სასუქების იმპორტის თითქმის ნახევარი სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. ბიზნესი არ გამორიცხავს ამან ქართულ ბაზარზე გარკვეულწილად პროდუქციის დეფიციტით შექმნას, თუმცა არსებობს სხვა ალტერნატიული მოწოდების არხებიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემებს ქმნის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რისი გავლენითაც სასუქების გლობალურ ბაზრებზე პროდუქცია დაახლოებით 30-40%-ით უკვე გაძვირდა. ფასების გადახედვა მოუწიათ ქართველი იმპორტიორების ნაწილსაც. კომპანია ბორცომ ქიმიის წარმომადგენელი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოწოდების მხრივ პრობლემებია, გაძვირებულია ტრანსპორტირებაც, რაც სასუქების ფასზეც აისახა. ზრდა დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებშია. ქართულდა გადაზიდვები, გაძვირდა ენერგორესურსები, რამაც გამოიწვია თქვათ დაგვიანებული შემოსვლა გარკვეული სასუქების და შესაბამისად ფასების მატება გადაზიდვების კუთხით, ენერგორესურსების კუთხით, ნედლეულის კუთხით, რამაც რა თქმა უნდა ჩვენც გაგვიძვირა ის პროდუქცია, რომლის იმპორტსაც ვახდენთ და შესაბამისად ჩვენ მსგავს კომპანიები ზიზულებული ვართ ეს ყველაფერი ავსახოთ ჩვენი პროდუქციის ღირებულებას. ჩვენი პირველადი დათვლებით ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10-15% წინაწლებთან ან წინაშესყიდვებთან მიმართებაში, მაგრამ თუ ის სიტუაცია რაც გვაქვს მსოფლიოში გაგრძელდა, აუცილებლად ფასების ზრდა შენარჩუნდება და შეიძლება ის 25-30%-მდე წავიდეს. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გავლენით, რომელიც სასუქების ერთ-ერთი მთავარი გამტარია, ევროპაში პროდუქცია უკვე გაძვირდა 30%-ით. ქართული იმპორტიორების თქმით, მომწოდებლებმა უკვე გააფრთხილეს, რომ ახალ შეკვეთებს განსხვავებული ფასით მიაწვდიან. მათ ვისაც მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გარკვეული მარაგები გააჩნიათ, არ თვლიან, რომ ქართულ ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზრდება. შემოგვაქვს სასუქები საქართველოში ევროპული ქვეყნებიდან, ევროპიდან. ამიტომ ჩვენზე ევროპაში საერთოდ ახლა ამ წუთას გამომდინარე ამ მოვლენებიდან ფასები გაძვირდა 30%-ით. ის შეკვეთები, რაც აქამდე იყო განხორციელებული, მაგაზე ფასები არ გაძვირებულა.
იმაზე, რაზე 10 წი განხორციელდება შეკვეთა, სავარაუდოდ ფასი გაძვირდება. კი მომწოდებლებმა ესე იგი გვაცნობეს, რომ ფასები ახალ შეკვეთებზე გაძვირდება. ის პროდუქცია, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, სავარაუდოდ ფასები არ გაგვიძვირდება, თუ გაძვირდა უმნიშვნელოდ. როგორც იმპორტიორებისთვის, ისე ფერმერებისთვის პრობლემებს ქმნის რუსეთის მხრიდან აზოტოვანი სასუქების იმპორტზე დაწესებული შეზღუდვაც, რადგან ქართულ ბაზარზე ძირითადად სწორედ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია იყიდება. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 9,6 მილიონი დოლარის ღირებულების 26,100 ტონა მინერალური და აზოტოვანი სასუქი იყიდა, რომლის თითქმის ნახევარი რუსეთიდან იმპორტს წარმოადგენდა. ბიზნესი ამბობს, რომ გლობალურად სასუქების იმპორტზე არსებული შეზღუდვების გავლენით დიდი ალბათობით მოთხოვნა გაიზრდება ადგილობრივი წარმოების სასუქზე, თუმცა მათი თქმით რუსთავის აზოტსაც სავარაუდოდ პროდუქციის გაძვირება მოუწევს. ნინო. მადლობა ელენე, სასუქების ბაზარზე არსებული ვითარება ელენე გოგბერაშვილმა გაგვაცნო. გადავალოთ სხვა თემებსაც. ივნისიდან თბილისის პირდაპირ ავიარეისებით კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი კოპენჰაგენი დაუკავშირდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენებს სკანდინავიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ნორვეჟენის შვილობილი Norwegian Air Sweden შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირ ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით ყოველ 4 შაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ 4 შაბათსა და კვირას შესრულდება. სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენის განხორციელებისთვის ნებართვა 23 მარტს მიანიჭა. კოპენჰაგენი თბილისი კოპენჰაგენის მიმართულებით დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართულ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმ მგზავრონ სხვა ევროპულ თუ ამერიკული მიმართულებით აცხადებენ ავიაციის სააგენტოში. 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით ღია ბანკინგის გამოყენება 9,300,000 საღემატებოდა ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სების და კომერციული ბანკების ინიციატივით საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ღია ბანკინგის სერვისების ეტაპობრივი დანერგვა მიმდინარეობს, რაც საბანკო ფუნქციებში მესამე მხარეების ინფორმაციის გაზიარების და სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების ჩართვას გულისხმობს. ბოლო ერთ წელიწადში 915,000-ზე მეტი ღია ბანკინგით განხორციელებული ტრანზაქცია მოხდა, რაც სების შეფასებით მომხმარებელთა მხრიდან სწრაფი და უსაფრთხო გადახდის მეთოდებისადმი მზარდ ნდობაზე მიუთითებს, ასევე დაფიქსირდა 5,000-ზე მეტი მომხმარებელთა აქტივობა ანგარიშის ინფორმაციის გადახდის ინიციირებისა და ციფრული სერვისების მიმართულებით, ასევე 9,300,000-ზე მეტი ღია ბანკინგის სერვისების ჯამური გამოყენება. ეს მასშტაბი ადასტურებს, რომ სისტემა მყარ და საიმედო ფუნდამენტურად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველდღიური ციფრული სერვისების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს, აცხადებს სები. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ყოველწლიური წარდგენა კი სავალდებულო ხდება. ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების თანახმად, თუ კომპანიები წინა საგადასახადო წელს კონტროლირებული ოპერაციებს ახორციელებდნენ და ამ ოპერაციების მოცულობა 500,000 ლარს აღემატებოდა, დამატებით დაიკისრათ ვალდებულება, რომ მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში შესაბამისი ინფორმაცია წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაცია, ანუ ეგრეთ წოდებული ტრანსფერ პრაისინგი, არის ბიზნეს ოპერაცია ურთიერთდამოკიდებულ უცხოურ კომპანიასთან ან ნებისმიერი ოფშორის რეზიდენტ პირთან, როგორც აუდიტორული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, მოსალოდნელია, რომ ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება საგადასახადო შემოწმებები ტრანსსასფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით. აქამდე საგადასახადო ორგანოს არ ჰქონდა სისტემატიზებული ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებსაც ეხება ტრანსფერ პრაისინგი, ანუ პოტენციურად რომელთა შემოწმებაც შეეძლება. ანუ რო ვის უნდა მოემზადებია ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაცია და ვინ არ მოამზადა. ეხლა უკვე ამ ინფორმაციის შევსების მერე მათ ექნებათ სისტემატიზებული ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ და ასევე ჩაშლილად უკვე რა ტიპის ტრანზაქციები, რა ღირებულების და ასე შემდეგ. ვისაც ეხება ტრანსფერ პრაისინგი, ანუ იზრდება კონტროლი დიდი ალბათობით რა შედეგსაც დადებს, ანუ გამოიწვევს ეს ცვლილება. ჩემი აზრით არის ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება კონტროლი, მონიტორინგი საგადასახადო ორგანოს მხრიდან. იმიტომ რომ უკვე მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, ვის უნდა მოემზადებია ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაცია და მათ შორის ვინ მოამზადა ან ვინ არ მოამზადა.
საქმის კურსი ამით დასრულებულია 17 საათსა და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში პროექტ.